საღამო მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე გახლა ვარ თანა მესხი და მოგესალმებით ტელეკომპანია ქართული ტევეს ეთერიდან. დღეს პარასკევია 18 ივლისი საღამოს 9 საათი და ჩვენ ვაგრძელებთ ჩემი საავტორო პროგრამის გადაცემას. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენ დღეს მე-11 საუბარი გვაქვს და ეს საუბარი წარმოადგენს გარკვეულწილად შემაჯამებელ საუბარს ჩვენს მიერ უკვე განხილული მასალისა წინა 10 საუბრის მანძილზე. როგორც მოგეხსენებათ, ჩემი ეს ციკლი მთლიანად ეყრდნობა ჩემს ერთ-ერთ ბოლო მოდი ასე ვიტყვი ნაშრომს, რომელსაც ქვია მიჯაჭვული ამირანის ლინგვოკულტუროლოგიური ქსელი. ხოლო ჩემი საავტორო გადაცემის პირველი ციკლი ეძღვნებოდა ამირანის მშობლების სახელის, უпростоრად სახელების ინფორმაციული სტრუქტურის ამოწევას. ახლა თქვენ სლაიდზე ხედავთ შემაჯამებელ სქემას ამირანის მშობლების სახელების ლინგვოკულტუროლოგიური ანალიზისა. გაგახსენებთ, რომ ამირანის მამას ბევრი სახელი ჰქვია. მიხეილ ჩიქოვანის მიჯაჭვული ამირანის მიხედვით მათი რაოდენობა 10-ია, ხოლო რაც შეეხება დედას, მას 2 სახელი აქვს. ერთი გახლავთ დარეჯანი, თავისი ვარიანტებით, მეორე კი დალი. რა გვაჩვენა ჩვენ აი ამ 10-მა ჩატარებულმა საუბარმა და ამავე დროს ანალიზმა? უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ის, რომ აღნიშნული სახელები არ წარმოადგენენ ჩვეულებრივ ენობრივ მასალას, ან ჩვეულებრივ საკუთარ სახელებს. საკუთარი სახელები მოგეხსენებათ იდენტიფიკაციის ფუნქციით ხასიათდებიან, ხოლო ამირანის მშობლების სახელები კი არა მხოლოდ იდენტიფიკაციის ფუნქციას ასრულებენ, არამედ აგრეთვე უზარმაზარ გასაიდუმლოებულ სისტემებს ამოწევენ წინ. ამ სისტემებიდან, ანუ ამ დაფარული სისტემებიდან ჩვენთვის ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ თითოეული სახელი არის ძალიან კონკრეტულად და განსაზღვრულად მიმართული რომელიმე სფეროსადმი. გავიხსენოთ სულკალმახი, რომლის სახელმაც ჩვენ შუმერული ცივილიზაციის საწყისებთან მიგვიყვანა. შეგახსენებთ ბეროსუსის ფრაზას, რომ ამოდიოდა ერიტრიის ზღვიდან უანი, რომელმაც ასწავლა ველურ ადგილობრივ მოსახლეობას, უპირველეს ყოვლისა ახსენებს დამწერლობას, შემდეგ სოფლის მეურნეობას, მეცხოველეობას, ქალაქმშენებლობას და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ყველა ეს სახელი ამირანის მშობლებისა გახლავთ სპეციალურად, ანუ ხელოვნურად შექმნილი სახელები. ანუ ხელოვნურად შექმნილი ერთეულები კი კოდები გახლავთ და აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ამირანიანში საკმაოდ უხვად მოიპოვება აი ასეთი კოდური სახელები და მათი შესწავლა აბსოლუტურად აუცილებელია. გაგახსენებთ ახლა მეორე სივრცესაც, იმ წარსულის, ძალიან ღრმა წარსულის სივრცეს, რომელსაც ეგვიპტური ცივილიზაცია ეწოდება. აქ ჩვენ ვნახეთ, რომ მთავარი ღმერთი ამონ-რა თურმე ქართული ნაცვალსახელებიდან მომდინარეობს. იგივე შეიძლება ითქვას იამანზე და იგივე შეიძლება ითქვას
იამინზეც, რა თქმა უნდა, ვინაიდან ისინი ამ შემთხვევაში უკვე გვაძლევენ არა მხოლოდ შუმერულ, არამედ აგრეთვე ეგვიპტურ ცივილიზაციებთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს დაფარული სივრცე, რომელიც ამირანის მშობლების სახელების უკან იმალება, უზარმაზარი რეალური ისტორიის მაჩვენებლები არიან. მეორე დამახასიათებელი თვისება, რომელიც შეგვიძლია გამოვყოთ აღნიშნული სახელების შესწავლის საფუძველზე, გახლავთ ის, რომ ამირანის დედის სახელი თურმე თავდაპირველად არ ყოფილა დარეჯანი, თურმე მასში განსხეულებული ყოფილა, როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი ღვთაებების ასპექტები. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ დარეჯანი გარკვეულწილად გარდამავალი საფეხურია ამირანის მამასა და მის დედას შორის, მაგრამ ვინაიდან აი ასეთი ერთეული გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამირანის დედას აქვს ერთადერთი სახელი და ეს სახელი გახლავთ დალი. ამ ღვთაებებს ყველას, რაც უკვე მესამე თვისებაზე ვსაუბრობ, ყველას გააჩნია თავისი ღვთაებრივი კავშირები ისევ და ისევ ამ უძველეს ცივილიზაციებთან. სხვანაირად რომ ვთქვათ, ამირანის მშობლების სახელები მთლიანად ღვთაებრივ სივრცეში მოქმედებენ, რაც რა თქმა უნდა არ უნდა წარმოადგენდეს შემთხვევითობას და ამას ძალიან დიდი ანგარიში უნდა გაეწიოს ლინგვისტური ანალიზის დროს. შემდეგი მახასიათებელი აგრეთვე თვისება, რომელიც ამირანის მშობლების სახელმა გამოამჟღავნა, ეს გახლავთ მათი უпроსწორად რამოდენიმე სახელის ანბანური ხატი, ანუ ანბანური განსხეულება. ეს იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტი გახლავთ, რომ ამაზე მიმაჩნია, რომ ამის მნიშვნელობაზე საუბარიც კი ზედმეტია. გაგახსენებთ ისევ წეღან ნათქვამ ბეროსუსის ფრაზას, რომ პირველად მან ადგილობრივ ველურ მოსახლეობას დამწერლობა ასწავლა. 50-იან წლებში ჩატარდა კონფერენცია, რომელზედაც განხილული იყო ზოგადად ცივილიზაციის საკითხი. ანუ შეიკრიბნენ ასირიოლოგები მსოფლიოს მრავალი კუთხიდან და შეაჯამეს, წარმოადგინეს მასალა და შემდეგ შეაჯამეს თუ რა იყო აუცილებელი ცივილიზაციისათვის. და აღმოჩნდა, რომ ცივილიზაციისათვის უპირველესი დამახასიათებელი თვისება გახლავთ სწორედ დამწერლობა. აქედან გამომდინარე, ამირანის მშობლების ფიგურირება ქართულ ასომთავრულ ამბანში ისევ და ისევ არ წარმოადგენს ენობრივი სისტემის ჩვეულებრივი ტრადიციული გაგებით არსებულ განვითარებას, არამედ აქაც გარკვეული ხელოვნური შემოქმედება აქვს ადგილი. ახლა განვიხილოთ ჩვენ ამირანის მშობლების აი ეს ანბანური ხატება, ხო? ჩვენი ანალიზიდან ვნახეთ, რომ ამირანის დედაც, მამაც და თვითონაც არიან ქართულ ასომთავრულ ამბანში გარკვეული ასონიშნების მეშვეობით წარმოდგენილი. მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ გავიგოთ თუ როგორ დაუკავშირდა აღნიშნული სახელები აი ამ ამბანურ სისტემას, ამისათვის რა თქმა უნდა საჭირო არის გაცილებით უფრო სიღრმისეული ქართველური მასალის გამოკვლევა, რომელიც მართალი რომ გითხრათ, საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ არასდროს არ გისახელებს, საიდან მოდის ფაქტობრივად ქართული დამწერლობა. გულისხმობ, რომ ზუსტად
არ გისახელებს, არამედ მიხვედრით, ასე ვთქვათ, მინიშნებით გელაპარაკება ყოველთვის და აღმოჩნდა, რომ იმისათვის, რომ ჩვენ ამირანის მშობლები ანბანურ სისტემაში დავინახოთ, საჭირო ყოფილა თურმე ფინიკიური ანბანის განხილვა. მოგახსენებთ, რომ ფინიკიური ანბანი ეს გახლავთ პალეოგრაფებისათვის ერთ-ერთი ყველაზე ძნელად განსახილველი საკითხი და მისთვის ჯერ პასუხი თუ შეიძლება ასე ითქვას, არავის არ მოუძებნია, არც ანბანთრიგისა, არც აკროფონიული ასპექტისა, არც მათი რიცხობრივი ღირებულებისა და ასე შემდეგ. არ ვიცით, ეს ფინიკიური ანბანი საიდან მოდის. თუმცა აღმოჩნდა, რომ თურმე ფინიკიური მეოთხე ასონიშანი დალეთ ყოფილა ქართული დალით წარმოდგენილი. ანუ მოქმედებითი გვარი ამ შემთხვევაში დალით ხო, დალის მეშვეობით გვიჩვენებს, რომ ეს ფინიკიური სისტემა, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა თვითონ დალეთი, მაგრამ დალეთის უკან მთელი ანბანური სისტემა დგას. ეს ანბანური სისტემა თურმე ქართველურიდან უნდა მოდიოდეს. გვაქვს თუ არა ამისი დამადასტურებელი ნიშნები? ჩვენ უკვე აღნიშნეთ, რომ ასეთი დამადასტურებელი ნიშნები გვაქვს და ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიხემძღვანელოთ ანბანური ასონიშნების ანბანთრიგით და აი ამ ანბანთრიგით ფინიკიური დალეთი და ქართული ასომთავრული დონი მეოთხე ადგილზე სხედან, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ორი ერთმანეთის ტოლია. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ თუ დალეთი მოდის დალიდან, დონი, დალეთი და დალი ყოფილან ერთი და იგივე არსების სხვადასხვა იპოსტასები და ამ შემთხვევაში ჩვენ საუბარი გვაქვს დალის ანბანურ იპოსტასზე, რომელიც თურმე ორმხრივი ყოფილა. ერთი მხრივ გვაქვს ქართულ ასომთავრულ ანბანში, მეორე მხრივ კი ფინიკიურ ანბანში. გავიხსენოთ ახლა ჩვენ, რომ დალი ყოველთვის არის ხოლმე თავის შვილთან ერთად წარმოდგენილი და აქედან გამომდინარე საკითხი იმის შესახებ, გვყავს თუ არა ჩვენ ამირანი ანბანურ სისტემაში, რა თქმა უნდა დადებითია, მაგრამ ჩვენ ვღებულობთ დედასა და შვილს. როგორ უნდა მივიდეთ მამასთან? ანუ გვაქვს თუ არა მამის ასეთივე ანბანური ხატება. აქაც თურმე ფინიკიური ანბანის, კერძოდ კი მისი 21 ასონიშნის სიმის მეშვეობით მივდივართ, მაგრამ აი ეს დამოკიდებულება ფინიკიურ სიმსა და ქართულ ასომთავრულ მოდი ვიტყვი პირდაპირ ან შორის ისევ და ისევ გაშუალებული გახლავთ შუმერული მითოლოგიის საშუალებით. მაშასე ჩვენ ფაქტობრივად ვნახეთ, რომ ქართულ ასომთავრულში ჩვენ მოცემული გვაქვს ამირანის ოჯახის ანბანური ხატება, მამის როგორც ანი, დედის როგორც დონი და შვილის როგორც ხარი ერთება. ეს სამება ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მომდინარეობს, ასე უпростоრად მომდინარეობს კი არა, დაკავშირებულია ფინიკიურ ანბანთან და რა თქმა უნდა, ეგრევე ისმის კითხვა იმის შესახებ, გვყავს თუ არა ანალოგიური ღვთაებრივი ოჯახი ფინიკიურ ანბანში. აღმოჩნდა, რომ გვყავს, მაგრამ ეს ღვთაებრივი ოჯახიც ქართველური ამირანიანიდან არის აღებული, მაგრამ მათ შეცვლილი სახელები ჰქვიათ. ქართულში თუ არის ანი, ფინიკიურში გვაქვს სინ, ქართულში თუ არის დონი, ფინიკიურში გვაქვს დალეთ და ქართულში თუ გვაქვს
ხარი, რომელიც ამირანს გამოსახავს და მოგეხსენებათ ამირანი ხარკაცი იყო, ფინიკიურ ამბანში გვაქვს ალეფი. მაშასე ასეთი ანბანური ასე ვთქვათ სტრუქტურა არც ერთი ენისთვის არ არის დამახასიათებელი. მით უმეტეს სადამწერლობო სისტემებისათვის და მით უმეტეს პირველი სადამწერლობო სისტემისთვის, რომელზედაც ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ძალიან ბევრი საკითხი მასში გაურკვეველია. ახლა ისმის კითხვა, რას გვიჩვენებს ყოველივე ეს? რატომ გვაქვს ქართული ხალხური შემოქმედების აი ეს არაჩვეულებრივი სამეული განსხეულებული ქართულსაც და ფინიკიურშიც? თუ ჩვენ მივყვებით ქართულ ანბანურ სისტემას, აღმოჩნდება, რომ იგი გვაძლევს ჩვენ ლოგიკურ ბიოლოგიურ ურთიერთობებს. ვინაიდან ანი არის პირველი, დონი არის მეოთხე, ხოლო შვილი, ანუ ხარი არის 34. ამავე პრინციპით, თუ მივუდგებით ფინიკიურ ამბანს, აღმოჩნდება, რომ ამირანისეული აი ეს ტრიადა აბსოლუტურად შებრუნებულია, თავდაყირა არის წარმოდგენილი. პირველია შვილი, შემდეგ მოდის დედა და ბოლოს არის სინი. თუმცა რომელია სწორი, ამაზე უკვე ერთხელ ვისაუბრეთ, რომ შუმერული მითოლოგია კარნახობს, მაგრამ საინტერესოა ის, რომ თვითონ ფინიკიურ ამბანშიც არის მოცემული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიახაც სწორი დამოკიდებულება აღნიშნულ ასონიშნებს შორის და ბუნებრივია მათ უკან მდგომ გმირებს შორის არის შებრუნებული. სინის შემდეგ, რომელსაც 21 ადგილი უკავია, მოდის ტაო, ანუ ჯვარი, რომელიც ამბანის დასასრულს გვიჩვენებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავი და თავი თურმე ყოფილა მთვარე, ანუ სინი და შემდეგ უკვე მისი მეუღლე და რა თქმა უნდა მისი შვილი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენი ქართველური ამირანიანის ეს სამეული თურმე ფიგურირებს როგორც ქართულ ასომთავრულ ამბანში, ასევე ფინიკიურ ამბანში, მაგრამ ფინიკიურში იგი უკუღმა არის წარმოდგენილი და რატომ არის იგი უკუღმა წარმოდგენილი, არის შემდეგი შეკითხვა. მათი აი ასეთი განლაგება, ანბანური განლაგება გამოწვეული არის ისევ და ისევ ასტრონომიული ცოდნით. მოგეხსენებათ, რომ დონი ეს გახლავთ მზე თავის ზაფხულის კულმინაციაში, ანუ ზესკნელური მზე გახლავთ. მაშინ როდესაც თუ მე ამოვაყირავებ, როგორც გრაფემას სხვათა შორის, ან და როგორც ინფორმაციულ სისტემას, აღმოჩნდება, რომ დალეთიც და მისი მთელი ოჯახიც განასახიერებს არა ზესკნელურ ღვთაებას, არამედ პირიქით ქვესკნელურ სიბნელის მკვდრის სულების სამყოფელს. რატომ უნდა გაეკეთებინათ ასე, თანაც ასეთი სიმეტრიული ფორმით, როგორ ან რა მიზნით მოხდა აი ამ ღვთაებრივი ოჯახის ასეთი დალაგება? საქმე იმაშია, რომ ეგვიპტური მითოლოგიის მიხედვით მკვდრები აუცილებლად აღდგებიან და თუ მკვდარი აღდგება, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი გამართლებულია ფინიკიური ამბანისათვისაც და სამივე და ტრიადის სამივე წარმომადგენელი, რომელიც ქვესკნელურ სივრცეს ეკუთვნის, თურმე იღწვის იმისაკენ, რომ გახდეს ზესკნელური ღვთაებრივი ოჯახი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად უნდა ამაღლდნენ ქართულ ასომთავრულ შესაბამის ასო-ნიშნებთან. თუმცა ქართულ ასომთავრულში ეს პრობლემა იოლად არის გადაწყვეტილი. ხარი
პირდაპირ 33 დღის განმავლობაში, რომელიც რა თქმა უნდა ერთ კალენდარულ თვესაც მოითავებს, ძალიან ადვილად შეუერთდება თავის მამას. მაშინ, როდესაც ალეფი ამას ვერაფრით ვერ აკეთებს და იმისათვის, რომ იგი მკვდრეთით აღდგეს, ამისათვის აუცილებელია ქართული ასომთავრული ხარის შვიდეულის ჩართვა. მაშესადამე, ფინიკიური პირველი ანბანი, რომელმაც დედამიწას მისცა ანბანური სისტემების n რაოდენობა, მთლიანად დამოკიდებული ყოფილა ქართულ ასომთავრულ ანბანზე. ახლა ისმის შემდეგი კითხვა. როგორია ის ენა, როგორია ის სისტემა, რომელსაც შეუძლია აი ასეთი კოდური ერთეულების წარმოქმნა და ამავე დროს აი ამ კოდებში უზარმაზარი გასაიდუმლოებული ინფორმაციის ჩადება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ მივუახლოვდით ქართველური ენების და ზოგადად ენობრივი სისტემების განხილვას. მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ დავინახოთ ქართველური, მოდით ასე ვიტყვი, სიმოკლის თვალსაზრისით, ქართველურის განსხვავებული თვისებები და მისი უპირატესობა სხვა ენებთან, ამისათვის, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ის ტრადიციული შეხედულება ენობრივ სისტემაზე, რომელიც დღესდღეობით წარმოადგენს აღიარებულ სისტემას. ახლა მე თქვენ გიჩვენებთ რამოდენიმე სქემას, რომლებიც სწორედ აი ამ ურთიერთობებს ასახავენ. მაშასე ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ სიტყვას გააჩნია თავისი კოდური მნიშვნელობა, მაგრამ ეს კოდური მნიშვნელობა გამოისახება, რა თქმა უნდა, ბგერობრივი ერთობლიობით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნებისმიერი სიტყვა, ნებისმიერი ენისა შედგება ორი, მოდით ასე ვაჩვენებთან, შედგება ორი განსხვავებული თუ შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ ერთი მთლიანის ნაწილისაგან. აი ეს ასფერო გახლავთ გამოხატვის სფერო, ანუ აი ეს ბგერითი სისტემა, სტრუქტურა სიტყვებისა და ასე შემდეგ. ხოლო და მოგეხსენებათ, რომ ამას სხვაგვარად კიდე ფონეტიკა, ფონოლოგია შეგვიძლია ვუწოდოთ, მაგრამ რაც შეეხება მეორე სფეროს, აი აქ ქვემოთ, ეს უკვე არის შინაარსის სფერო, ანუ შინაარსის მხარე. აი ეს ყველასთვის დამახასიათებელი ბინარული სისტემა გახლავთ სიტყვისა. ახლა ვნახოთ თუ როგორი არის აღნიშნული ბინარული სისტემა, რა სტრუქტურას იძენს იმ ცვლილებების და იმ თვისებების გათვალისწინებით, რომლებზედაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. აი ეხლა თქვენ აი ამ სქემაზე ხედავთ სწორედ ჩვენს მიერ განხილული საკუთარი სახელების და აგრეთვე მრავალი ზოგადი ლექსიკის სახელიც განხილულია, ამას მნიშვნელობა ამ წუთში არ აქვს. ჩვენ ვხედავთ ქართული, უпростоრად მოდით ასე, ქართველური სიტყვების სტრუქტურას. აქაც გამოიყოფა A და B სფეროები, ანუ გამოხატვის სფერო და შინაარსის სფერო, მაგრამ აქ ჩვენ კიდევ გვაქვს ერთი სფერო, ერთი სივრცე, რომელიც წვეტილი ხაზით არის წარმოდგენილი. ეს სივრცე, რომელიც აღნიშნულია C ასოთი, გახლავთ გარკვეულწილად ბუფერული ზონა. ეს ბუფერული ზონა სწორედ კოდური სისტემის ზონაა. როდესაც ადამიანები ამ შემთხვევაში მკვლევრებს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, აკეთებენ ანალიზს სიტყვებისა, ისინი სხვა
პრინციპი თუ დგებიან, ამაზე ცოტა მოგვიანებით, მაგრამ როგორც კი ისინი მივლენ, აი ამ ბუფერულ ზონასთან იმ წუთშივე ჩდება პრობლემები, იმიტომ რომ კოდი არ ექვემდებარება ტრადიციულ ენათ მეცნიერულ ხერხებსა და საშუალებებს. მაშინ რა ხდება ამ დროს? უნდა მოგახსენოთ, რომ ძალიან მარტივი რამ. კვლევრები უბრალოდ უარყოფენ ამას. ეს ასე არ არის, ეს რაღაც სისულელია, მე ამას არ გავაკეთებ და ანებებენ ხოლმე თავს. მაგრამ თუ მოხდა ისე და ახლა მე თქვენ შემდეგ სქემას გაჩვენებ, თუ მოხდა ისე, რომ ვინმე მკვლევარმა აი ეს ბუფერული ზონა გადალახა, რაც ისრით არის ნაჩვენები, ამ შემთხვევაში იგი უკვე შედის იმ ინფორმაციულ სისტემაში, რომელი ინფორმაციული სისტემაც აღნიშნულ ერთეულში არის თავიდანვე ჩადებული. აი აქ წინააღმდეგობები მართალია ერთი ისრით არის ნაჩვენები, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ მრავალფეროვანია. მეტიც კოდის ბუნება იმაში მდგომარეობს და იმიტომ იქმნება, რომ მასში შიფრირებული ინფორმაცია ვერ გახსნან მანამ, სანამ მას თავისივე შემდგენელი არ გახსნის, იმიტომ რომ შემდგენელს გააჩნია აღნიშნული კოდის გასაღები. დანარჩენებისთვის ეს ინფორმაცია უნდა იყოს დამალული და ამის გამო წინააღმდეგობები ძალიან მრავალფერია. შეიძლება ეს იყოს ბგერითი, შეიძლება მარცვლოვანი, შეიძლება იყოს სტრუქტურული, შეიძლება იყოს შინაარსობრივი და ასე შემდეგ. ანუ კვლავ ენის სივრცეში კი ვტრიალებთ, მაგრამ სამაგიეროდ ლოგიკურ კავშირებს უკვე მათ შორის ვერ ვხედავთ. ასეთი არის უკვე ქართული სახელების, ქართული სიტყვების ბუნება. რა ხდება, როგორ გამოიხატება ეს სიტყვები და როგორია იმ ენის სტრუქტურა, რომელიც ისევ და ისევ იძლევა იმის საშუალებას, რომ შექმნას კოდები, იძლევა იმის საშუალებას, რომ აღძრას მთელი რიგი წინააღმდეგობები და მხოლოდ ერთ შემთხვევაში ასე ვთქვათ, გახსნას აღნიშნული კოდი. რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველურ ენების სტრუქტურასაც განვიხილავთ და რაც აი აქ ეხლა ამ სქემაზეა ნაჩვენები, ეს სტრუქტურა ეკუთვნის ყველა ენას, ქართველურის ჩათვლით. თუმცა ქართველურს განსხვავებული ბუნებაც გააჩნია, რომელზედაც ჩვენ ცოტა მოგვიანებით შევჩერდებით. ახლა კი ვნახოთ, რას წარმოადგენს აი ეს სტანდარტული, თუ შეიძლება ასე ითქვას, ტრადიციული სტრუქტურა ყველანაირი ენისა. ენის სტრუქტურა შედგება, როგორც ხედავთ, სამი, ამ შემთხვევაში 4-ია წარმოდგენილი, გეტყვით რატომ შედგება, მოდი ვთქვათ კარგი, 4 დონისაგან, ანუ 4 ფენისაგან. ეს გახლავთ პირველი ფონეტიკა, ფონოლოგია, ანუ ბგერითი დონე, მეორე გახლავთ მორფემული დონე, მესამე გახლავთ სინტაქსური დონე, მეოთხე კი ტექსტის დონე. მაგრამ ტექსტის დონე მიეკუთვნება მეტყველების სფეროს და ამიტომ იგი აი იმ სტრუქტურაში, შეიძლება ასე ითქვას, იმ სამდონიან სტრუქტურაში, რა თქმა უნდა, ვერ ჯდება, იმიტომ რომ ტექსტი ყოველთვის ვარირებს ერთიდან მეორეზე, შინაარსის მიხედვით და ასე შემდეგ. რა ახასიათებს აი ამ სტანდარტულ სისტემას? საქმე იმაშია, რომ სამივე ფენას, ანუ სამივე დონეს აქვს თავისი ერთეულები. ფონოლოგიურ დონეზე ჩვენ გვაქვს უკაცრავად უმცირესი ერთეული, რომელსაც გვია განმასხვავებელი თვისება და უმაღლესი ერთეული, რომელსაც გვია ფონემა.
უნდა გითხრათ, რომ წინააღმდეგობების აღმართვა ხდება როგორც აი ამ მინიმალურ ერთეულის დონეზე, ასევე მაქსიმალურისაც. ახლა ავიდეთ შემდეგ დონეზე, რომელიც გახლავთ მორფემული დონე. აქ ორი ქვედონე გამოიყოფა, ეს არის გრამატიკული და ლექსიკური. მათ თავისი საკუთარი ერთეულები აქვთ, თუმცა საერთო არის მათთვის ფუძე და ძირი სიტყვისა. გრამატიკულ დონეზე, რა თქმა უნდა, მე მექნება ძირი და მას დამატებული გრამატიკული სუფიქსი და ასეთ სიტყვას გრამატიკულ სიტყვასაც უწოდებენ, ხოლო ლექსიკურ დონეზე მე მექნება ისევ ფუძე ან ძირი, რომელსაც მაწარმოებელი ერთეული, ანუ დერივაციული მორფემა ემატება. ისევ და ისევ, აი ამ ყველა მორფემაზე ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს მთელი რიგი წინააღმდეგობები. ახლა ავიდეთ მესამეზე. და მესამე ეს გახლავთ სინტაქსური დონე, სადაც რა თქმა უნდა უმცირესი ერთეული გახლავთ სიტყვა, შემდეგ მოდის შუალედური ფრაზა, ანუ სინტაგმა და შემდეგ კი უკვე წინადადება. სამივე ერთეული საკმაოდ დიდი განხილვისა და ჯაბასის ერთეული გახლავთ, მაგრამ რა თქმა უნდა, იქ არსებობს გარკვეული შეთანხმებული შეხედულებები, მაგრამ ჩვენ აი ამ მომენტში ეს ლინგვისტური, ასე ვთქვათ, წიაღსვლები არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს ენის სტრუქტურა, მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ აი ამ სინტაქსურ დონეზეც ხდება ხოლმე წინააღმდეგობების აღმართვა. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი ერთეულია ენაში, რომელსაც პოტენციურად შეუძლია აღმართოს აი ეს წინააღმდეგობები, თუ კი ჩვენ კოდურ ერთეულებთან, კოდურ სიტყვებთან გვაქვს საქმე. ახლა შემდეგ სქემაზე მე თქვენ უკვე გიჩვენებთ აი ამ სტრუქტურისა და უпростоრად ენობრივი სტრუქტურის გამოხატვის პლანისა და შინაარსობრივი პლანის ურთიერთობას. რაზეც მე ახლა ვილაპარაკე, ეს სულ გამოხატვის პლანია, მაგრამ შინაარსობრივად მას განსხვავებული მნიშვნელობები აქვს. და აქ მაგალითად წრეებით აღნიშნულია ბგერითი წინააღმდეგობები, ოთხკუთხედით აღნიშნულია ფუძის ან ძირისეული წინააღმდეგობები, წითელი ჯვრით აღნიშნულია გრამატიკული წინააღმდეგობები, შემდეგ მწვანე წინააღმდეგობები ლექსიკურ დონეზე და შემდეგ უკვე ხედავთ, რომ რაღაც გარკვეულწილად ეს ერთეულები ლაგდება და თუ წარმოიდგინეთ ახლა, რომ თუ სამი დონიდან თქვენ წინააღმდეგობა შეხვდათ, თქვენ უკვე იბნევით, არ იცით, იმიტომ რომ ეს არ შეესაბამება იმ სტრუქტურას, რაც ადამიანმა ან მკვლევარმა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ისწავლა და იკვლია კიდევაც. მაგრამ ახლა ვნახოთ, რა ემართება ბინარულ სტრუქტურას და როგორ შეიცვლება ჩვენს მიერ აი ახლა განხილული ენობრივი სქემა, როდესაც მასში ჩართული არის ქართველური ენები, რომლის პოტენციაშიც თავისთავად დევს უკვე კოდური სისტემა. აი ამ სქემაზე ჩვენ ვხედავთ, რომ ორივე სფერო, გამოხატვის პლანი, აი ეს ზედა ნაწილი და შინაარსობრივი პლანი გაყოფილი არის ვერტიკალური ხაზითაც. ეს იმას ნიშნავს, რომ შინაარსობრივი პლანი განსხვავდება ქართველური ენების სიტყვებისათვის დამახასიათებელი შინაარსისაგან, მნიშვნელობისაგან. აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ გვაქვს ბუფერული ზონა და იმ შემთხვევაში, თუ ბუფერული ზონა ვერ გადაილახა, მაშინ ჩვენ ვრჩებით აი ამ სისტემაში, ზევით. და აქ არის ყველა ენის მონაცემები, ასე ვთქვათ, ფიქსირებული. მაგრამ, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ქართველურ ენებს ახასიათებთ ხელოვნურად შექმნილი
კოდური სისტემები თავისი მნიშვნელობებით ეს იმას ნიშნავს, რომ აი ეს წინააღმდეგობები, რომლებიც მე ხვდება გამოხატვის პლანში, სხვათა შორის შინაარსის პლანშიც, მაგრამ უფრო ზევით საქმე იმაშია, რომ ამ წინააღმდეგობების გადალახვის შემდეგ მე უკვე ჩავდივარ იმ ეზოთერულ სივრცეში, რომელი ეზოთერული სივრცეც თავიდანვე შექმნეს აღნიშნული სიტყვების ავტორებმა. მაშასე ეს საკმაოდ სერიოზული და მნიშვნელოვანი განსხვავება გახლავთ ქართველურ ენებსა და სხვა ენებს შორის, იმიტომ რომ ჩემი კვლევის მანძილზე მე მაგალითად ბუფერული ზონა ვერცერთ ენაში ვერ აღმოვაჩინე. იგი მხოლოდ და მხოლოდ ქართველურ ენებისთვის არის დამახასიათებელი. ახლა რაც მე ვილაპარაკე, ყველაფერი ეს კონკრეტულ მაგალითზე გამოვხატოთ. ამ სქემაზე წარმოდგენილი არის ინგლისური სიტყვა God, ღმერთი, რომელიც აი აქ ზევით გამოხატვის პლანში, როგორც ხედავთ, მოცემული არის როგორც გერმანიკული ენების ოჯახისათვის დამახასიათებელი ფორმები. აქ გვაქვს ძველი ინგლისური, აქ გვაქვს შვედური, გოთური და ასე შემდეგ. და ფორმებიც არის განსხვავებული. შეიძლება იყოს good, შეიძლება იყოს good, შეიძლება იყოს god, შეიძლება იყოს goth და ასე შემდეგ. ერთ-ერთი მათგანი კიდევ მაგალითად godas შეიძლება და ასე შემდეგ. ანუ ეს ვარიანტები, რომლებიც გამოხატვის პლანში არის მოცემული, თავისთავად გეუბნება, რომ ზოგადი კავშირები აღნიშნულ სიტყვებს შორის, რა თქმა უნდა, არსებობს. ეს არის როგორც ბგერით დონეზე, ანუ გამოხატვის პლანში, ასევე მისი შინაარსის თვალსაზრისით, რომელიც ღმერთს ნიშნავს. რა ხდება ამ წუთში ქართველურ ენებთან დაკავშირებით? ჩემი გამოკვლევის მიხედვით, ეს გერმანიკული სიტყვა God და თანამედროვე გერმანულში გახლავთ got, ორი ტ იწერება, არის განსხვავებული. ქართველური კარნახობს მე რომ აი ის რეკონსტრუირებული ფორმა, რომელიც აქ არ ფიგურირებს, ეს არის გუდამ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მე პირდაპირ ქართული სიტყვა გუდამ, ანუ ერგატიული ფორმა სიტყვისა გუდა მაქვს მოცემული. მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოხატვის პლანშია ერთნაირი, ხო? მაგრამ შინაარსობრივად ჩვენთან ტყავის ტომარას ნიშნავს. იქ კი ღმერთს. რა თქმა უნდა, ასეთი წინააღმდეგობა რომ წარმოიშვება, მკვლევარი ანებებს აი ამ სიტყვების გამოკვლევას თავს და შემდეგ განაცხადებს, რომ არა ქართველური და მაგალითად გერმანიკული ან კიდევ სხვა ენები ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის. მაგრამ თუ ჩვენ ვიცით, რომ ხარის ტყავს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ეზოთერული, მითოლოგიური და ასე შემდეგ, სხვათა შორის სხვადასხვა ქვეყნების წესებშიც კი არის იგი გამოყენებული და ძალიან ბევრია ზოგადად და მით უმეტეს ქართველურში თვითონ გუდა მოგეხსენებათ, რომ ძირითადად ძალიან მრავალი ფორმისა გახლავთ, ყველას თავისი სახელი აქვს, მაგრამ ამავე დროს წარმოადგენს უზარმაზარ ღვთაებას, ვინაიდან იგი დიდ ღვთაება ხართან არის დაკავშირებული, ხოლო ხარი თავის მხრივ დაკავშირებული არის ხარკაც ამირანთან. მაშასე მე თუ ეს სირთულე გადავლახე, ამ შემთხვევაში მოხდება ის, რომ მე ჩავალ გაცილებით უფრო დიდ სიღრმეში და მე ვაჩვენებ, რომ არა მხოლოდ გერმანიკული god, got წამოვიდა ქართული სიტყვიდან გუდამ, არამედ ჩვენ თურმე შუმერულშიც გქონია სიტყვა გუდა, მაგრამ შუმერულში ბოლოხმოვანი ან ბარცვალი ყოველთვის ვარდებოდა და ამიტომ გაქვთ გუდ. აი ეს გუდ შუმერულში ისევე ხარს ნიშნავს.
თუმე გავაგრძელებ კვლევას და ვნახავ რომ გუდ ანუ ხარი იგივეა რაც შუმერულშივე დეხარ რაც ნიშნავს ღვთაებრივ ხარს ეს უკვე ნიშნავს იმას რომ მე უშუალოდ სიტყვა ხარიც კი მქონია შუმერულ ლექსიკაში და მე თუ ამ ორს გავაიგივებ რა თქმა უნდა შევაერთებ და წინააღმდეგობას გადავლახავ მე უკვე მეშლება ეგვიპტის სივრცე ეგვიპტური ცივილიზაციის სივრცე სადაც იგივე დეხარ ანუ ქართული ხარ სიტყვიდან მომდინარეობს ერთ-ერთი უდიდესი ეგვიპტური ღმერთის ხორუსის სახელი რაც ჩემს ერთ-ერთ ნაშრომში გახლავთ გამოკვლეული მაშასე მივიღეთ ჩვენ რომ ქართველური ენები თურმე ყოფილა განსხვავებული და ეს ჩვენი შეჯამებაც რაც ჩვენ დღეს გავაკეთეთ ხო ჩვენი 10 საუბრისა და დავამატეთ კიდევ განზოგადებული ენობრივი სისტემების შესახებ არსებული ინფორმაცია ჩვენ ისევ შეგვიძლია შევაჯამოთ გამოვიტანოთ გარკვეული დასკვნები ეხლა მე ამ დასკვნებს წაგიკითხავთ რომ უბრალოდ შეცდომა არ მომივიდეს და ვფიქრობ რომ ფრიად საინტერესო გახლავთ მაშასე პირველი ქართველური ენები სხვა ენებისგან განსხვავებით მარტივი ბინარული ანუ ორმხრივი სისტემა არ გახლავთ ერთი მხრივ იგი ჩვეულებრივი ენაა რომელიც გარეგნულად არაფრით განსხვავდება სხვა ენებისგან სწორედ ამან განაპირობა ქართული ენობრივი მასალის შესწავლის მხოლოდ მისი ხილული ასპექტის კვლევა რასაც დღესდღეობით მეცნიერები აკეთებენ მეორე ჩვეულებრივი ენობრივი სტრუქტურის გარდა ქართულ ენებს გააჩნია გასაიდუმლოებული ანუ კოდური სფერო რომელიც მრავალი წინააღმდეგობებით არის დაცული წინააღმდეგობების გადალახვისას კი შევდივართ უზარმაზარ დაშიფრულ ეზოთერულ და გასაიდუმლოებულ სისტემაში ბუნებრივია დაუწერელი ინფორმაცია არის სწორედ ის ინფორმაცია რომელიც რეალურ სისტემას უпростоრად რეალურ ისტორიას შეესაბამება აქედან გამომდინარე ჩვენ ვღებულობთ რომ ქართველური ენების აი ამ კოდურ სივრცეში თურმე გასაიდუმლოებული ყოფილა რაღა თქმა უნდა ქართველი ერის დაუწერელი ისტორია ის თუ რა შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა იგი უშორეს წარსულში და მესამე ამირანის მშობლების სახელით კოდური ბუნება როგორც ჩემს სხვა ნაშრომებშიც არის განხილული ერთადერთ რამეზე მიუთითებს ქართული ენების სისტემა დაფარული შიფრირებული კოდური ფენომენია აქ უკვე სიტყვაზე აღარ ვლაპარაკობთ ხო იმიტომ რომ კოდური სიტყვები გვაძლევენ იმის უფლებას რომ ვილაპარაკოთ ენობრივი სისტემის კოდურ ბუნებაზე რაც მის დამოუკიდებელ ანუ ქართული ენების დამოუკიდებელ თავისთავად და თვით კმარ ბუნებაზე მიუთითებს აი ეს ყველაფერი გახლავთ ეს თუ რა დასკვნების გამოტანა შეგვიძლია რა მასალაზე დაყრდნობით შეგვიძლია ჩვენ აი ასეთი შედეგების მიღება ასეთი დასკვნების დადება იმისათვის რომ ეხლა აი ასეთი სქემატური წარმოდგენის შედეგად უფრო ნათელია თუ როგორ მოქმედებენ სიტყვები თუ როგორ მოქმედებს მთლიანად ქართული ენობრივი სისტემა მე ამით ვამთავრებ ქართული ცივილიზაციის პროგრამის თუ შეიძლება ასე ითქვას
პირველ ციკლს, რომელიც ამირანის მშობლების სახელებს ეკუთვნოდა. ჩვენ შევხვდებით ცოტა უფრო გვიან, ალბათ ერთი თვეთვენახევრის შემდეგ უკვე სრულიად განსხვავებული ციკლის მეშვეობით. მანამდე გისურვებთ წარმატებებს, ჯანმრთელობას და გემშვიდობებით ჩვენს მომავალ შეხვედრამდე. როგორც ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე, დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის და გიტოვებთ ნიუშოპის საკონტაქტო ნომრებს, სადაც ჩემი ნაშრომების შეძენა არის შესაძლებელი. კარგად ბრძანდებოდეთ.